მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ კომპანია Balance-თან. Balance არის ფინანსური და საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა. და მოდი მივესალმოთ გიგა ვახტანგაშვილს, რომელიც უკვე მოგვიყვება თავისი ბიზნესის წარმატების ისტორიას და რას აკეთებენ ისინი e-commerce კომპანიებისთვის. მივესალმები შენს მაყურებელს და მსმენელს. მიხარია რომ დღეს შევიკრიბეთ და ბზათვართ ვილაპარაკოთ პროგრამა Balance. მადლობა გიგა, მაინტერესებს Balance უკვე რეალურად აღარ არის უბრალოდ საბუღალტრო პროგრამა. Balance რეალურად გახდა უკვე რაღაცა ფინანსური ეკოსისტემა. თუ შეიძლება მოვიყევი რა შვებით, როგორ შვებით და როგორ ეხმარებით e-commerce კომპანიებს განვითარებაში, წინსვლაში და სიამოვნებით. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ არა მარტო e-commerce კომპანიებს, მაგრამ ზოგადად კონცენტრირებთ დღეს e-commerce-ზე. სანამ აქამდე მივალთ, აუცილებელია რაღაც პრეისტორია მოვყვეთ, ალბათ საიდან დავიწყეთ და დღეს სად ვართ და მე უნდა სად მივდივართ. ჩვენ დაახლოებით უკვე დიდი ხანია შეიძლება ეთქოს, რაც ბაზარზე ვართ, აღარ არის უკვე პატარა პერიოდი, რაც ქართულ კომპანიებს ემსახურებით. დაახლოებით 2016 წელს შეიქმნა პროდუქტი და თავიდან ჩვენი ესე ვთქვათ მიზანი და მისია იყო, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ბუღალტრების ყოველდღიურობა და უფრო მარტივი გავხდარიყო მათთვის თავის ყოველდღიური რუტინა. თუმცა უკვე მასშტაბების დასთან ერთად ბაზრის მოთხოვნებიც გაიზარდა, ბუნებრივია და Balance-ით, როგორც შენ აღნიშნე, ტრანსფორმირდა არა საბუღალტრო სოფტად, ან თუნდაც მხოლოდ ფინანსურ სოფტად, არამედ როგორც ქართულ ERP სისტემად, რომელიცაც შეუძლია უკვე SME სეგმენტზე, ანუ მცირე საშუალო ბიზნესის გამოწვევებს უპასუხოს დაწყებული ნებისმიერ საოპერაციო დღის წესრიგიდან დამთავრებული ბუღალტერიის და დეკლარაციების ჩაბარებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება e-commerce სისტემების და e-commerce გარემოც ეკოსისტემაც. ამაში იმას გულისხმობ, რომ Balance ღია პლატფორმა არის ზოგადად, აქვს Open API, გამოდგმული პროტოკოლი და იმის დახმარებით მარტივი არის ნებისმიერი ინტეგრაციის შესრულება პროგრამა Balance-ზე. ეს არის დღეს სადაც ვართ, უკვე უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ დავიწყეთ რაღაცა ორი კაცით კომპანიის შენება, დღეს უკვე დიდი მასშტაბებზე ვართ გასული ქართული გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა. უნდა აქვე ითქვას, რომ შექმნის პროცესში ჩვენ ვნახეთ არაერთი დასავლური ანალოგი პროდუქტისა, როგორც არის Zero, Sage, Freshbook-ი და ასე შემდეგ, წამყვანი დასავლური სოფტები. და ამის პლატფორმაზე არის, ასე ვთქვათ, ამის მაგალითი არის Balance აგებული და ვცდილობთ, რომ ქართულ რეალობას უპასუხოს და თან არ დაკარგოს ის მოქნილობა და სისწრაფე, რაც არის დასავლურ სოფტებში. E-commerce ინტეგრაციაზე უფრო დეტალურად რა გითხრათ, რა შესაძლებლობებს აძლევს ონლაინ ბიზნესებს? თქვენ ვებგვერდზეც გაქვთ აღნიშნული, რომ არის ეს სერვისი. კი, მოგახსენებთ, ესე იგი e-commerce-თან დაკავშირებით არის შემდეგი, დღეს არსებულ ბაზარზე არსებულ სოფტებთან განსხვავებით, კონცენტრირდეთ Balance-ზე. როგორც თქვი, ასე ვთქვათ, არის Open API გამოდგმული Balance-ის, არსებობს პროტოკოლი და დოკუმენტაცია და ხშირ შემთხვევაში ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ხოლმე ჩვენი მომხმარებლების მიერ Balance-თან ინტეგრაცია, ისე რომ ჩვენი ჩარევა და დახმარება ან დამატებითი კოსტი ბიზნესს აღარ უდგას. აქ გულისხმობ შემდეგს, რომ Balance-დან შესაძლებელი არის ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის, როგორც მიღება, ასევე გაცვლა. ანუ რას გულისხმობ ხო? რა პროცესები მიდის ზოგადად e-commerce-ში, არის ვაჭრობა, არის შეკვეთის გაფორმება, არის ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არის თანხის შესახებ ინფორმაციის მიღება და delivery ეგრეთ წოდებული, ხო ესე? ამ ყველა steps აქვს თავისი, რა თქმა უნდა, რაღაცა API, თავისი, ასე ვთქვათ, request-ი და Balance გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაწყებული ყველა ბიზნეს მოდელი, რაც შეიძლება არსებობდეს e-commerce-ში, მარტივად მიინტეგრირდეს Balance-თან. ანუ თუ მაგალითად ჩვენ ვართ მცირე საშუალო ზომის კომპანია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველგან დაახლოებით იგივე პროცესი მიდის, ხო? ფორმდება მოწოდებებთან შეკვეთა, შემოდის პროდუქცია, შემდეგ უკვე ეს თავსდება საიტზე. და საიტზე ხდება ვაჭრობა, ხო ესე და მომხმარებელი იხდის თანხას, ელოდება პროდუქციას, მიდის პროდუქცია და ასე შემდეგ. ყველა ეს step-ი Balance-ში შეიძლება, ასე ვთქვათ, back-ში წავიდეს, ხო? ისევ საიტზე ხედავ შენ რომ დავშოთ გადაიხადე და ელოდები უკვე შენ პროდუქტის მიღებას, როგორც მომხმარებელი. ამ დროს Balance-ში back-ში მიდის პროცესი, ხო? ესაწყობე ეძებს პროდუქციას, აგროვებს, იცის ვის უნდა მიაწოდოს, როდის უნდა მივიდეს და ასე შემდეგ.
აი ამ ბალანსით ამ ყველა ეტაპის აღრიცხვა არის შესაძლებელი და პლუს უკვე ინტეგრაცია მწყვეტა რომ არ მოხდეს ონლაინ ვაჭრობასთან, უკვე ონლაინ სტატუსების გაცვლაც წამის მიესეჭი შეიძლება ბალანსში. მაგალითად ვიყიდე მე საიტზე პროდუქცია, მაგალითად იყოს წიგნი, ბალანსში ხო უნდა ნაშთი დააკვდეს წამის მიესეჭი, რომ არ მოხდეს ხვის მენა პროდუქციის შეძენა და ამ სტოკების კონტროლი არის ხოლმე მთავარი pain point-ი ზოგადად e-commerce-ში, ხო? და ამ სტოკების დალაგება არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და თუ სწორად არის მოკლედ დალაგებული ბიზნეს პროცესი და ბალანსი სწორად არის ესე ვთქვათ იმპლემენტირებული ამ კომპანიებში, მაშინ ეს პროცესიც არის ჯანსაღი და ესე ვთქვათ საწყობიც სწორად არის დალაგებული და ფინანსების და ბუღალტერიც ბედნიერია ისევ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში ბუღალტერი და მოსაწყობი ხშირად ჩხუბობენ. კი, აი სტოკებზე გითხავთ, რეალურად ბევრი კომპანია არის, რომელიც ხელით მართავს ნაშთებს. მაგ კუთხით აი როგორ უმარტივებთ მაგ პროცესს კონკრეტულად რას თავაზობთ? კი, ნახეთ ბალანსი როგორც ვახსენე, ხო, არის ასე ვთქვათ არა მარტო საბუღალტო, არამედ საოპერაციო სოფტი. აქვს ამას მოდული საწყობის ცალკე, შესყიდვების ცალკე, გაყიდვების ცალკე, ხო? და თუნდაც იმ ბიზნესებს, რომელსაც Excel-ში აღრიცხული თავისი პროცესი და უნდათ დაუშვათ ამის მოწესრიგება, ან Excel-ში ჩახსნა, იმიტომ რომ თუ Excel-ში აღრიცხო მე ჩემს ნაშთებს, შემდეგ რაღაცას ვაკეთებ ხო სინამდვილეში, რომ ყოველ დღის დღე, დღის დასაწყისში ან დღის ბოლო დღეში რამდენჯერმე, ან თუ ფასი მეცლება, ან სტოკი მეცლება, მე ყოველთვის საიტს უნდა მივცე ინფორმაცია ამ ჩემ e-commerce პლატფორმას ამ ცვლილების შესახებ. ეს არის წარმოუდგენლად დიდი შრომა, ხო? ჯერ წარმოიდგინე რამდენი ადამიანი კომუნიცირებს ამაზე. მე Excel-ს ვინც ასწორებს, რამდენჯერ უნდა ჩაასწოროს, მე პროვაიდერ ან e-commerce პლატფორმას უნდა მიაწოდო ეს ყველაფერი. და აბსოლუტური ფუდიში და მარაზმამდე მივდივართ, ხო? ამიტომ ბალანსი ამ ყველაფერს ანაცვლებს რა. თან ეს აი ხშირად მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ პროგრამაში და პროგრამის იმპლემენტაციაში დახარჯული თანხა არ შეიძლება აღქმული იყოს რაღაც ხარჯთან. ეს არის პირდაპირ გაგებით ინვესტიცია რა. მე დღეს უნდა გავიღო ინვესტიცია, თუ მაქვს მე გრძელვადიანი მიზნები, თუნდაც ონლაინ ვაჭრობაზე ან ფიზიკურ ვაჭრობაზე, შემდეგ გადმოსახედიდან რომ მე უნდა მოვაწესრიგო ჩემი მარაგების აღრიცხვა, საწყობი ჩავაბარო საწყობის პირობითად ფინანსის სამ შემთხვევაში და პროგრამამ უნდა მომცეს იმის საშუალება, რომ ეს ორი ადამიანი ჰარმონიულად ვამუშაო ბაზაში. ესე იგი როგორ ვეხმარებთ ამ ბიზნესებს და არის შემდეგი რომ ჯერ ერთი ამის ამოცანა შეუძლია Excel-ში ჩაოდგა ჩეთვისთო პროგრამაში ბალანსში და ეს ნაშთები Excel-ის და მეშვეობით ამუშავა, მაგრამ მეორე არის რომ პირდაპირ RS-თანაც და სხვა ყველა საქართველოში არსებულ პლატფორმასთან ინტეგრირებული არის ბალანსი და ნაშთებით შესყიდვის დროს აღირიცხება ბალანსში, ჯდება RS-თანაც პირდაპირ სინქრონიზაცია არის და საიტთანაც როცა ეს ყველაფერი დასინქრონებულია და ავტომატურ რეჟიმში სამის მიესეჭი მიდის სინქრონიზაცია უკვე მარტივი ხდება ყველაფერი რა. გიგა, შენ დაკვირვებით დაუშვათ ქართული e-commerce კომპანიები რა გამოწვევების წინაშე დგანან, ფინანსურ ბუღალტრული კუთხით რა. ხო, აი ეხლა ზუსტად ასეც ვილაპარაკე, თავიდან რამდენიმე წლის წინ გახსოვს შენ რომ e-commerce-ის ეხლა ბუმი არის პრინციპში e-commerce-ის, მაგრამ მაინც ისეთი ტემპით ვერ მივდივართ წინ, ხო, როგორც საჭირო არის და თორემ ახალი რამდენიმე პლატფორმა გაჩნდა გემახსოვრება შენ რამდენიმე წლის წინ უკვე ბაზარზე, ყველას თავისი მიდგომა ჰქონდა ოპერირებისა ბაზარზე და საბოლოო ჯამში რამდენიმე გაამართლა და დღეს ისაც ხვდებით ეხლა რო არ დავასახელოთ, ისინი არიან წარმატებულები, ხო? თავიდანვე ის პრობლემები, რაც ჰქონდა ამ კომპანიებს და ზოგადად e-commerce-ს, იგივე პრობლემები რჩება ეხლა დღესაც. აი, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს არის სტოკები და მერჩანტებთან ურთიერთობა, პროვაიდერებთან ურთიერთობა რა, აი მაგალითად იმ მაღაზიებთან, მარაგების მართვა. წარმოიდგინე შენ e-commerce პლატფორმა ხარ, პრეტენზია გაქვს რომ გამართული სოფტი გქონდეს, შეიძლება გაქვს კიდევაც გამართული საიტი, სწრაფად მომუშავე, მომხმარებელი შედის ნორმალური UX-ი, UI და კომფორტულია იქ შესვლა და იქიდან ვაჭრობა, მაგრამ ხდები რა, შემოდის მომხმარებელი, ყიდულობს პროდუქციას და სინამდვილეში როცა უნდა delivery-ს ელოდება, ერთ საათად რეკავენ და ეუბნებიან რომ თქვენ რა პროდუქციით შეიძლება სტოკში აღარ არის. ან სხვა რომ მოგიტანოთ პრობლემა, ხო, მე მქონია პირადად ესეთი გამოცდილება და რა თქმა უნდა აღარ მომინდა მე უკვე იმ პლატფორმაზე შესვლა და აი თავარი პრობლემა არის ეს ლადო რა. როდესაც შენ პრეტენზია გაქვს რომ სწორი e-commerce ასე ვთქვათ ეკოსისტემა შექმნა, უნდა ყველა პროვაიდერს, რომელსაც უნდა შენი საიტით ვაჭრობა, უნდა მოსთხოვო გამართული ნაშთების სისტემა რა. ან შენ უნდა უზრუნველყო ეს ყველაფერი. ბალანსი ერთ-ერთი მათგანია ხო ბაზარზე არსებული სოფტვერებისგან, რომელსაც ამის გადაწყვეტა შეუძლია, ხო? მე ძალიან მცირე ხარჯით შეიძლება რა ეს პროგრამა დაიმპლემენტირო შენს კომპანიაში, პროცესი დაალაგო საწყობისა და ბუღალტერიის ამ შემთხვევაში, შესყიდვა გაყიდვისა და საწყობის ინვენტარიზაციის სამარტივად რო თქვა, ყოველ დღის ბოლოს გააკეთო ინვენტარიზაცია
და როდესაც ეს ნაშთები დაალაგდება და სტოკები მოწესრიგდება, უკვე მომხმარებელთანაც ნაკლები პრობლემა ჩნდება. შესაბამისად, საბოლოო end user-ი ან მომხმარებელი, სადაც ეს პროდუქცია უნდა მივიდეს e-commerce ვაჭრობის შედეგად, რჩება კმაყოფილი. აი ეს გამოწვევები არის. შესაბამისად, ხა შენი კითხვის ჭრილიც რაც იყო ხო ბუღალტერიასა და ფინანსებთან მიმართებაში. აქაც უკვე დისკომფორტი იხსნება რა. როდესაც შენ ისეთ პროდუქციას ყიდი და უშუალოდ საიტზე გაიყიდა და პროგრამაში არ გაქვს სტოკი, ხო? მე მიდის თავიდან ეს ტალღა, რომ მე შენ უწოდებ ესე კონტაქტები, ის გეუბნება რომ შეიძლება ეს პროდუქცია ორი პიროვნები მიიღოს და მიდიხარ უკვე უტოპიამდე და ძალიან ცუდ პროცესს. ანუ რეპუტაციული ზიანიც არის. პირველი ეგ არის, ხო, რაც არ სწორდება ხოლმე ხის შემთხვევაში. როგორ უზრალყავს თქვენი კომპანია მონაცემთა უსაფრთხოებას და კონფიდენციალობას, იმიტომ რომ ორივე მნიშვნელოვანი არის საკმაოდ e-commerce კომპანიებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს და ჩვენს პრაქტიკაში და ზოგადად ბაზარზე სადაც თქვენს სახლობაში ბევრი გაგიგიათ, რომელიც სადაც დაუკარგიეთ თავის ინფორმაცია, არასასურველი ადამიანებს ცდომის გამო თავის პროგრამაზე და ინფორმაციაზე და ჩვენ მოგეხსენებათ არის ორი მეთოდი, რითიც შეიძლება პროგრამა მოიხმარო რა, ეს არის on-premise კლასიკური, როცა ყიდულობ პროდუქტს და შენს ეკოსისტემაში, ანუ ინფრასტრუქტურაში ამთავსებ და შენ ხარ პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში ამ წვდომებზე, ხო? ამ შემთხვევაში შენ იღებ თუ პროდუქტს ყიდულობ და შენს ეკოსისტემაში მიგაკ IT ინფრასტრუქტურაში, ხო? შენ უნდა გქონდეს ეს კიბერუსაფრთხოების რისკები დაზღვეული, ხო? ამას მე ვერაფერს ვერ ვიზამ. ერთადერთი რაღაცა რაც მან ბალანსმა შეიძლება ქნას და გაკეთებული აქვს არის იუზერების დონეზე უფლებებისა და როლების გამიჩნდა და პაროლების თანამედროვე მიდგომებით დაცვა, ხო, რომ ყოველდღე მაგალითად შეიცვალოს პაროლი, რაღაცა ორდონიანი ავტორიზაცია გააკეთო და ასე შემდეგ. რაც შეიძლება ხა მეორე უფრო ნათელ ხარეს რა, ეს არის ეწოდებული cloud-ი და დღეს ნუ ყველაფერს cloud-ს ვეძახით, მაგრამ cloud-ი არის ის დღევანდელი დღე, რაზეც ყველა მცირე და საშუალო ბიზნესი თუნდაც დიდი უნდა ფიქრობდეს რა. ბალანსიც თავის მოხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ პროგრამა მოიხმარონ და ისარგებლონ პროგრამით cloud service-ზე, ეწოდებულ SaaS-საც ეძახიან, ხო? ანუ ყოველთვიურად მე რაღაცა თანხა გადავიხადო ანწლიურად და ბალანსთან მქონდეს წვდომა. ამ შემთხვევაში ყველანაირი რისკი კიბერუსაფრთხოებისა არის ჩვენ მხარეს. რას გულისხმობ, შენ არანაირი ინფრასტრუქტურა არ გჭირდება გარდა ლეპტოპისა, რომ და ინტერნეტისა, რომ შენ მიწვდე შენს პროგრამას რა. დანარჩენი კიბერუსაფრთხოების რისკები არის ჩვენთან, უკვე გვაქვს ჩვენი პროვაიდერი კომპანია ყავს, ვინც უზრუნველყოფს ამ სერვისს, ამ საფრთხოებას და მას მხარეს მათთან არის ეს რისკები დაზღვეული. საუბარი არის საქართველოს ყველაზე დიდ კომპანიაზე, IT სფეროში, ვინც არის და თავის სასერვერო არის მოწყობილი ისე, რომ იქ გამორიცხული არის რამე მოხდეს და ბაზა დაიკარგოს რა. გარდა მაგისა, რომ ესეთი რაღაცა როც მოხდეს, ეს რეზერვი ასლები ინახება რამოდენიმე ადგილას. და ეგეც ნუ ხა ძალიან ისეთ მარტივ რაღაცაზე ლაპარაკობ და აღდგენა ეგრევე ხო, რომ მოხდეს ხა ხო, შეიძლება ვეთ Facebook-ი და ის ვერ აღდგეს Instagram-ი, ხო, მაგრამ 1 საათში, 9 საათში რაღაც გონივრულ ვადაში აღდგეს ეს. გარდა ამისა, რის თქმა შეიძლება კიდევ ჩვენთან ვალდებულება მომხმარებელთან ისი გვაქვს რა. თუ შენ cloud-ზე გაქვს ბაზა, ჩვენ მომხმარებელი ხარ cloud-ზე, ჩვენ ამ ბაზის შენახვის ვალდებულება არ გვაქვს, თუ თანხას არ იხდი, ხო ესეა. მაგრამ ამის მიუხედავად რაღაც გარკვეული პერიოდი ჩვენ ბაზებს არ ვშლით ხოლმე რა, დაახლოებით ბოლო გადახდიდან 3 თვე ბაზები არ იშლება და ამაზე მომხმარებელს არც ჩამჯობთ ჩვენ რა. იმიტომ რომ ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ 3 თვის მერეც დაბრუნებულა მომხმარებელი და 2 თვის მერეც დაბრუნებულა მომხმარებელი და ნუ დახვედრია თავისი ბაზა და ეს პრაქტიკა მაჩვენებს 3 თვე გონივრული ვადაა რა. ძალიან თანამედროვე სტანდარტების ის გაქვთ რა, გიგა, ბოდიში პაკეტებზე მინდა ვილაპარაკოთ რა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რა საინტერესო პაკეტები გაქვთ რა და რა განსხვავებებია რა. კი ბატონო. ბალანს აქვს ზოგადად 3 ლიცენზიის ტიპი არის, ეს არის shop-ი, ეგრეთ წოდებული, inventory და enterprise. ეს 3 განსხვავდება რით? ნახეთ, ეს თქვა enterprise მოიცავს ამ ორივეს ერთში. ანუ ეს არის ბუღალტერიას პლუს ყველა მოდული, რომელიც პროგრამას შეიძლება გქონდეს რა. დაწყებული შესყიდვიდან, გაკიდვიდან, ფინანსური აღრიცხვიდან, ბუღალტერიიდან და ძირითადი საშუალება ყველაფერი საერთოდ რაც შეიძლება მოვიაზროთ და ეს გის დაახლოებით არის ზუსტად 109 ლარი ეგრეთ ჩათვლით თვიური სახელი. აქ შეიძლება საპორტის ღირებულება, განახლებების ღირებულება და მაგაზეც საკეთებია. ძალიან ხოლმისაწვდომია ყველასთვის. მე შეიძლება მგონია რომ შემთხვევაში თან განახლებები გვაქვს ორ კვირაში ერთხელ თიმი რომელიც ამ პროდუქტის განახლებაზე მუშაობს. ძალიან ასე თქვა ოპერატიული არის და ორ კვირაში ერთხელ ავტომატურად ნახდება cloud-ზე ჩვენი ბაზა და ისეთი ბაზა ხდება მეორე დღეს განახლებული, ვერც ხდები რომ რაღაც განახლება მოხდა.
რაც შეეხება ინვენტორი არის ბუღალტერიის გარეშე, შევისწავლოს ბუღალტერია არ აინტერესებს და მხოლოდ უნდა რომ მარაგები აღრიცხოს თავის პროგრამაში, შესყიდო კაპიტო ამ შემთხვევაში მათთვის არის ეს პაკეტი და ეს 59 ლარი. და რაც შეეხება შოპი არის უშუალოდ მოლარის გაყიდვის ადგილი რა, მოლარისაც მუშაობს და მხოლოდ გაყიდვებს ატარებს. თუმცა შემპოსზე შედიხარ მაღაზიაში მუშაობს, ეგ არის ბოსი. აი ეს არის ეს განსხვავება არის, მაგრამ აი როცა ხარ სტარტაპერი ახლა იწყებ ბიზნესს და უშუალოდ ბუღალტერია შეიძლება საერთოდ სხვა პროგრამაში გაქვს და ბალანსი არც გინდა ხო? ეგეც პრობლემა არ არის. იღებ თქო ინვენტორის, იხდი 59 ლარს ყოველთვიურად და გაქვს შენ წომა შენ პროგრამასთან რა. მე უკვე როცა შეიძლება შენ მოგინდეს ბუღალტერიის სამუშაოებას, ბავშვ ნებისმიერ დროს შეგიძლია ამისი აპგრეიდი გააკეთო და გადახვიდე უფრო advanced ვერსიას. მაგრამ აი აქ უნდა აღინიშნოს რა უყურე ეს თანხები რაც ვახსენე რა თქმა უნდა აპატარა თანხებია და ამაზე არც შეიძლება რაღაც ყურადღების გამახვილება, მაგრამ არის აქ ხოლმე ხშირად ამ სფეროში რაღაცა დამალული კოსტები რა. ანუ მე ამას ახალ პირდაპირ შემიძლია ამაზე საუბარი. ეს არის implementation fee რა. როცა ქართულ ბაზარზე სამწუხაროდ არის და არა მარტო ალბათ ქართულზე ზოგადად არის რომ ახალი სოფტის შემოსვლასთან ერთად შეძლოს ყოველდღიურობაში ხო? რაღაც თავიდან რთული არის ადაპტირება ამ სოფტთან რა. ამიტომ გჭირდება ან და ტრენინგება, ვიღაცის დახმარება, თუნდაც რაღაცა სეტაპში პირველში. და ნუ მე ვისურვებდი რომ რა თქმა უნდა ამაში ჩვენი დახმარება არავის არ ჭირდებოდეს და არც არის ვალდებული ვინმე რომ დაჭირი შეუძლია პირდაპირ დაიწყოს ეგრე მუშაობა. პრაქტიკა აჩვენებს რომ ჩვენი რაღაცა მცირე დახმარება მაინც ჭირდება ხოლმე რა. მაგიტომ სანამ ესე იყიდის მომხმარებელი, მას ურჩევ რომ ჩვენ კონსულტანტთან გაიაროს ხოლმე თავისი ბიზნეს საჭიროებები, დასვას ამოცანა კარგად და მიიღოს ადეკვატური, ასე ვთქვათ, ოფერი ხოლმე ჩვენგან. თუმცა მეც არ არის გვიანი რა, მე შეუძლიათ სადოს თვითონ თუ არ გამოვა, მე დაბრუნდეს და დავეხმაროთ ამის აწყობაში რა. იმიტომ რომ არის რამდენიმე თემა, ხო ერთი ჯერ კვალიფიციური ბუღალტერი უნდა გყავდეს, მე შეიძლება კვალიფიციროთ ეს მოდის პროცესი, თუ ეს ყველაფერი არ გესმის, პროგრამა ვერ დაგილაგებს ვერაფერს, ხო? ბალანსი იქნება ფრეშბუქი თუ სხვა ქართული სოფტი, ყველგან არეული ინფორმაცია გიქნება. ამიტომ ძირითადი, ასე ვთქვათ, აქცენტი გამართულად მუშაობაზე არის დასაწყისში. როცა შენ იწყებ ახალი სოფტის მოძიებას, სწორად უნდა დასვა ამოცანები, რა გინდა ამ სოფტისგან და შენი პროცესი როგორ უნდა დაალაგო რა. აი ეგ არის მთავარი. ხო, დამწყებ e-commerce კომპანიებს რეალურად აი რა რჩევს მიცემდით, აი როგორ გამართავენ ეხლა როდესაც საუბრობთ საბუღალტრო და მართვის სისტემები. მე მგონია რომ აქედან უნდა დაიწყო ზოგადად რომ რა თქმა უნდა ძირითადი საოპერაციო პროცესი უნდა თავიდან ბოლომდე ესე ვთქვათ გადიოდეს ჩეკს და სწორად უნდა იყოს გამართული. უნდა სწორად დაალაგოს დაწყებული შესყიდული მარაგის შემოსვლიდან პროცესი, დამთავრებული ინვენტარიზაცია როდის კეთდება, რა სიხშირით და შეიძლება თავიდან საერთოდ სხვა სიხშირით იყოს დაჭირო და მე პრაქტიკამ ნაირად დაგაკორექტირებინოს რა. და მე ვფიქრობ რომ თავიდანვე უნდა გამოიწყო Excel-ის იმედად ყოფნა და თავიდანვე სწორი აქცენტი გააკეთონ სწორი პროგრამის შეცვლაზე და იმპლემენტირებაზე რა. შეიძლება თავიდან ეს სხვა სოფტი იყოს უფრო მარტივი ან უფრო იაფი, არ ვიცი, ბაზარზე თუ არის. და შემდგომ უკვე როცა გაიზრდები, მიიღო სწორი ექსპერტიზა იმ ხალხისგან, ვისაც ეს შეუძლია შენზე უკეთ რა. აი ამას ვიტყოდი, ყველაზე სწორი მიდგომა ეგ არის და არ შეხედო სოფტში ან ამ პროცესის დალაგებაში გაწეულ ხარჯებს ისე როგორც ხარჯი. ეს არის ინვესტიცია წარსულში რა. იმიტომ რომ მე ბევრი მინახია 2 წლის მე დაბრუნებული და ორჯერ ძვირი დაჭდობია სერვისი. კი ბატონო. ხელოვნურ ინტელექტს რამდენად იყენებთ ხოლმე, რომ უფრო კარგად მოხდეს მართვა ამ სისტემების საბუღალტრო სასთავაზობთ პარტნერ კომპანიებს. აი, კაი კითხვა რა, მაგის გარეშე უკვე აღარ შეიძლება ცხოვრება. არ შეიძლება რა, კი, ცუდი რა არის, ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტს ვეძახით რა. ადრეც არსებობდა რაღაცეები და ეხლა ყველაფერი მაშინები ხელოვნური ინტელექტია. ხელოვნური ინტელექტია და ნუ ყველაფერი რაც ავტომატიზაციასთან შეიძლება ასოცირდებოდეს, ხელოვნური ინტელექტს ეძახება, ეგრე არ არის რა. სანამ ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტს დაუძახებდით თავის დროზეც, ბალანს ქონდა უამრავი ავტომატიზაცია ისედაც, რაც გულისხმობს რა, შეიძლება და აქაც ამ ბევრი დავალებების ავტომატურად გაშვება, ისე რომ არანაირი ადამიანის ჩარევა იმას არ ჭირდება. მაგალითად, ღამის პროცესში მიდის უამრავი ისეთი პროცესი პროგრამაში, გადათვლები იქნება ეს რეგულირების, ეს დალაგება, გადატარებები და ასე შემდეგ, ეს სოფტვერი ნაშთების დალაგება და ასე შემდეგ, რაც ნუ ეხლა უკვე შეიძლება ხელოვნურ ინტელექტთან იყოს დაკავშირებული. აი ხა ჩვენ რაღაც მუშაობთ არის შემდეგი რა ბალანსის გარდა ჩვენი გვაქვს კიდე ორი ძირითადი პროდუქტი.
ეს არის აპლიკაცია, რომელიც Google Flutter-ზე შექმნილი ჩვენ კლასიკური დისტრიბუციისთვის, მესელერებისთვის, ეს არის Mardi და კიდევ არის მენეჯერების და კომპანიის CEO-ებისთვის, ესეც Flutter-ზე შესრულებული პროდუქტი არის Echo და ეს რო გამარტო ორივე რასაკეთებს რა. Mardi არის ეს კლასიკურად თუნდაც მესელერი მიდის მაღაზიაში და იღებს შეკვეთას, აი იმ პროცესის სამართავი აპლიკაცია არის და Echo არის უკვე როდესაც ბალანსი გაქვს დანერგილი და გამართული, შენ ყოველ ჯერზე ესე ვთქვათ კლასიკურად ბუღალტერს არ ურეკო ან მესაწყობეს ნაშთი რამდენი მაქვს მოგება რა მქონდა ავაჭრე რა ხდება ამოიღებ შენ გაჯეთს ტელეფონს ამ შემთხვევაში რომლის გარეშეც ალბათ არავინ აღარ ცხოვრობ დღეს და ნახულობ მარტივად შენ მომგებიანობას დღის ნაავაჭრს რა შედარებით რეალურ რეჟიმში რა რეალურ ლაივ რეჟიმში ხო ამის მიასეთში იმ ზუსტად იმ წუთში რა ხდება ეხლა ჩვენ ვფიქრობთ AI-ის ჩაშენებას ამ ორივე აპლიკაციაში სადაც საშუალება გვექნება რომ ეს ავტომატიზაციები გავაკეთოთ და პლუს ბალანსის სერვისის მხარეს ან მხარდაჭერაში სადაც ვფიქრობთ რომ ყველაზე friendly იქნება AI-ის ჩვენთან ასე ვთქვათ ინტეგრირება რა გულისხმობ რას რომ მხარდაჭერაში გვინდა შემოღება AI-ისი სადაც პირველად მომხმარებლის საკონსულტაციო კითხვებს AI უპასუხებს ვალაგებთ ახლა ამ პროცესში ვართ რომ ვალაგებთ ჩვენ იმ ინფორმაციას და იმ დატას რაც აუცილებელი არის AI-ის სამუშაოდ სწორად და უკვე მალე ალბათ გვიქნება მაგნაწილში AI-ზე წინსვლებით რა ეს არის ყველაზე მარტივი საიდანაც დავიწყებთ და რა თქმა უნდა როგორც ელვის ისრაფით ვითარდება AI ჩვენთანაც ეგრე გაყვება უკვე პროცესი ბატონო და გიგა რა არჩევას მიცემდი ქართულ e-commerce-ებს რა როგორც ბალანსის დირექტორი და როგორც მომხმარებელი რა. არ მინდა ჩავიციკლო სტოკებზე და მაინც აღარწმო სისტემებზე, მაგრამ თავარჩევა არის რომ მთელი flow, ანუ გააკეთონ zoom out-ი, ანუ გამოვიდნენ ერთი კონკრეტული პატარა ვიწრო ხედვიდან და დაინახონ თავის კომპანიის მიზნები 3 წლის შემდგომ რა იქნება და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ იმაზე დაყრდნობით დღეს რა. მაგალითად სწორი სოფტი შეარჩიონ, სწორი ინვენტარიზაციის პროცესი გამართონ, სწორ engine-ზე გააკეთონ თავისი e-commerce-ის სწორი e-commerce პარტნიორი შეარჩიონ და ასე შემდეგ რა. ეგ არის მთავარი ჩემი აზრით. სამომავლო გეკონზეც რომ ვისაუბროთ, რას მელოდოს e-commerce სექტორი ბალანსისგან უახლოეს მომავალში რა გაქვთ დაგეგმილი? კი ბატონო, ჩვენ გვაქვს რამდენიმე პლაგინი პროგრამაში, სადაც გაკეთებული e-commerce-ებისა, მათ შორის Storera არის ჩვენი ან აქტიური პარტნიორი, თავის დროზე ვენდუც გაკეთებული გქონდა ჩვენ პლაგინების სახით და მუშაობთ ყველა ცნობილ პლატფორმებთან რა, რომელზეც შეიძლება იყოს e-commerce აწეული, Shopify იქნება CS-კარტი თუ ასე შემდეგ და მათი პლაგინები ან მათთან ინტეგრაცია იქნება ჩვენი სამომავლო სამუშაო პროცესი. ასევე იმ კომპანიებთან აქტიური მუშაობა და მჭიდრო კომუნიკაცია, ვინც თავის მომხმარებელს აი ამ პლატფორმებზე სთავაზობს e-commerce პროდუქტს. გიგა, თქვენ კომპანიაზე ვიტყოდი რომ წარმატებული კომპანია ხართ რა, იმიტომ რომ დაიწყეთ რაღაცა ნულიდან და უკვე დღეს კარგ შედეგებზე ხართ გასული. ხო არ გეგმავთ ქვეყნის გასვლას? როგორც სხვა კომპანიები მაგ კი, როგორ არა, ფიქრობთ მაგ თემაზე აქტიურად მიდის უკვე მსჯელობა ბორცეც, თუმცა არის საკმაოდ ჩვენ თუ სადმე გავდივართ ან რამის ხელს ვკიდებთ, ვაკეთებთ ისე რომ წარმატების გარანტია იყოს მინიმუმ 80%. შეიძლება ეს სწორია, შეიძლება არასწორია, მაგრამ დაამთხილოთ ვეკიდებით გავს საკითხებს. დღის წესრიგში დგას ეგ თემა, თუმცა ჩვენ რომ სადმე გავიდეთ, მაგალითად ბალანსით ამ შემთხვევაში, ეს საჭიროებს პროდუქტში ჩარევას საკმაოდ დიდი ძალისხმევით. და ამას ჭირდება საკმაოდ დიდი ინვესტიცია. ფიქრობთ ამ გასვლას, ოღონდ ბალანსით იქნება თუ რომელიმე ჩემს მიერ ჩამოთვლილი აპლიკაციით რთული სათქმელი არის, განხილვის პროცესში ვართ და ეგ თემა დგას, იმიტომ რომ მოგეხსენება ქართული ბაზარი საკმაოდ შეზღუდული არის რაოდენობრივად და როცა ბიზნესს გაქვს, ასე ვთქვათ, შენი ინტერესი რომ გაიზარდო, უფრო გახდე მომგებიანი, წარმატებული და ასე შემდეგ, ბუნებრივია რომ ეგ გამოწვევა უნდა გქონდეს, შეხვდე და უპასუხო ადეკვატურად, რა თქმა უნდა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ. მადლობა, თქვენცაც.